ასეთი ამბავი გადავწყვიტე, რომ ხანდახან მაინც სწრაფად გაცნოთ ის, რაც ხდება მსოფლიოში. რაც ხდება მსოფლიოში არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში, არამედ საერთოდაც რაც ხდება. ასე თუ ის განცხადება, ამა თუ იმ განცხადებაზე გავამახვილო ყურადღება გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც დარჩება მაღალი ალბათობით. ამ თანამდებობაზე ბორის პისტორიუსი ამბობს, რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ უკრაინა არ ადანებდება და შეუძლია ბრძოლის გაგრძელება. ეხლა რატო შეუძლია უკრაინას ბრძოლის გაგრძელება, აქვე გეტყვით. იმიტომ რომ უკრაინის სამხედრო დახმარების რამშტაინის თაობაზე, რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს 21 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას. რაც რეკორდულია ხო მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, ესეც უნდა ვთქვათ. აქვე დამატებით ცალკეული ქვეყნები რომ გამოუყოფენ და უყოფენ უკრაინას დახმარებას, ისიც თქვენ, ნორვეგიამ გამოუყო რამდენიმე მილიარდი, ბრიტანეთმა გამოუყო რამდენიმე 100 მილიონი, ნიდერლანდებმა 150 მილიონ ევროს დახმარება გამოუყო საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, აქვე ვიტყვი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის ხო ასევე კაია კალასმა თქვა, რომ 23 მილიარდ ევროზე მეტი გამოყვეს უკვე ევროპულმა ქვეყნებმა, ანუ ერთია რამშტაინის ფორმატით გამოყოფილი 23 მილიარდი არის სხვა თანხა. ჭურვებზე და ასე შემდეგ, ხო აგე ესტონეთი 10,000 საარტილერიო ჭურვს მიაღწევს უკრაინას. ეს ხო მაღვნიშნე, მაგრამ ახლა ერთი გამოცდილი კაცის სიტყვები უნდა ჩაგიკითხოთ. გამოცდილი კაცისა, რომელმაც ვინ და ომი მან ნამდვილად იცის. ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნის აზერბაიჯანის ლიდერი ილხამ ალიევი, რომელიც არ ვიცი, ასე ზუსტად ბევრს არ უთქვამს არც ერთი აზრი ამ ომთან დაკავშირებით, ომსთან და ზავთან დაკავშირებით. ალიევი ამბობს შემდეგ რამეს. ზავი არ აჩერებს ომს არასოდეს. ვინ და ალიევმა ეს ყველაფერი იცის. უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მშვიდობის პერსპექტივას მეო ვერ ვხედავო. შემდეგი. რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები თავის ნაწილად გამოაცხადა. როგორ შეიძლება ბჭყალი გაიხსნა, რომ უკრაინელებმა ამაზე უკან დაიხიონ. უკრაინა ისევე როგორც მთელი მსოფლიო ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს, აზერბაიჯანის მათ უკრაინულად მიიჩნევს. აი ამ უკანასკნელ წინააღმდეგობაზე გავამახვილებ ყურადღებას, მე მესმის, რომ აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა კავკასიის მასშტაბით, მოდი ასე ვთქვათ. და მის ლიდერს პრეზიდენტს აქვს შნოუნარი გამბედაობა ყოფნის, რომ ასე მკვეთრად თქვას შემდეგი წინააღმდება აზერბაიჯანის მათ უკრაინულ ტერიტორიებად მიიჩნევს. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ახლაც ვუჭერთ და გავაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ესეც თქვა და როგორც ქვეყნის ლიდერი, რომელმაც გამოაიარა ორი ცხელი ომი და მათ შორის არსებული პერიოდი, შემიძლია გითხრათ, ზავი არასოდეს აჩერებს ომს, არასოდეს ეს მხოლოდ დროებითი შვებაა ქვეყნებისათვის, რათა ხელახლა გადაჯგუფდნენ, მობილიზდნენ და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ჩვენთან უმაღლესი თანამდებობის პირი არ არის de facto პრეზიდენტი. ჩვენთან უმაღლესი თანამდებობის პირი ძალაუფლება ის კვერთხივისაც უჭირავს არის პრემიერ-მინისტრი. ამის მე-7/44 მასშტაბის სიმძაფრის კონცეფციის მიმართულების სულისკვეთების განცხადება რა ვერ წარმოთქვა ირაკლი კობახიძე, რატომ დუმს ირაკლი კობახიძე. მე მესმის კვლავ ვიმეორებ, რომ აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა, თავისუფლებას აძლევს ეს თვითქმარი სახელმწიფოს ლიდერი, რომ ამგვარად მკვეთრი იყოს, შეძლებს დაგვარად მკვეთრი მეთქი. მაგრამ აი რა ვერ ახსენებს, ამა თუ არა თუ ამგვარ განცხადებას ვერ აკეთებს კობახიძე ამგვარი სულისკვეთების, არამედ რუსეთსაც კი უარყოფით კონტექსტში ის ვერ ახსენებს, რატომ? მე ვკითხულობ. აი ესე დავდგები ახლა და გკითხავთ. რატომ ვერ ამბობს პუტინის რუსეთზე და პუტინზე და რუსეთზე ირაკლი კობახიძე, ან შალვა პაპუაშვილი, ან დინარაძე ღარიბაშვილი, წულუკიანი და ასე შემდეგ, რომ ეს ქვეყანა არის ოკუპანტი და მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის.
თუ ვინმეს აქვს იმედი ან განცდა იმისა, რომ არ ამბობენ, იმიტომ რომ უკვე შემდგომ დაალაგებენ ურთიერთობას, მე სხვაგვარად ჩამოვაყალიბებ ამ კითხვას ამ რეალობის გათვალისწინებით. ესეთი ხელისუფლებაში მოვიდნენ ქართული ოცნება 2013 წელს. 2013 წლიდან მათ რუსეთი უარყოფითად არ უხსენებიათ. 2013-დან 25-მდე სრული 12 წელია გასული. ცოტა მეტი, მაგრამ 12 წელია გასული. ასია. ხო, მაგრამ მე შლება. ხო 11-12 წელია გასული. ესე ზუსტად ზუსტი რომ ვიყო. ამ ხნის განმავლობაში უარყოფითად მათ არც ერთხელ არ უხსენებიათ პუტინი, არც უკრაინის კონტექსტში, არც საქართველოს კონტექსტში, არც უამრავი იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა პუტინმა კავკასიის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩეჩნებთან მიმართებაში, ქართველებთან მიმართებაში, არც იმ დანაშაულებათა გამო, რომელიც მათ ჩაიდინა უკრაინაში 22 წლამდე 14-დან ან 22 წლიდან, არც 2008 წლის არანაირად პუტინს საერთოდ არ ახსენებენ. ხო და ეხლა რო არ ახსენებენ, ეს გავიგე, იმიტომ რომ ამბობენ, რომ დავალაგებთ ურთიერთობებსო, რაც ტყუილია. მაგრამ ამ 12 წლის განმავლობაში რატომ ვერ დაალაგეს ურთიერთობები? ამ 12 წლის განმავლობაში რა ვერ გვიწყალობა პუტინმა არათუ მთელი აფხაზეთი ვეებერთელა გალის რაიონთან შედარებით, არამედ პატარა პაწკუა გალის რაიონიც კი არა, გალის რაიონსაც არ გულისხმობ, გალის რაიონზეც არ ვსაუბრობ, აი ამ გალის რაიონში ქართულად სწავლების უფლება რა ვერ გვიწყალობა თვით ვლადიმირ პუტინმა. რომ არ ვახსენებ თუ არ ყოფითად იმ პუტინმა. ანუ ამ სტრატეგიამ რომ არ ვახსენოთ პუტინი უარყოფითად, გამოიღო თუ არა შედეგი 12 წლის განმავლობაში. აბაშიძე კარასინის შეხვედრებმა ევროპაში ფორმატმა, რომელშიც მხარეები საუბრობდნენ უამრავ ჩემი მოსაზრებით სრულიად ფუჭ და არასაჭირო საკითხებზე, მაგრამ მე ვცდები აი ამ კარასინი აბაშიძის ფორმატმა შეხვედრებმა გამოიღო თუ არა შედეგი საქართველოსთვის გასული 12 წლის განმავლობაში და თუ არ გამოიღო და თუ გრძელდებოდა და ახლაც გრძელდება ის სოციალური ოკუპაცია რუსეთისა ჩვენს წინააღმდეგ, რა გარანტია გვაქვს, რომ შემდგომი პირობითად 12 წლის განმავლობაში თუ ესენი არ ახსენებენ უარყოფითად რუსეთს და ასე შემდეგ, ეს კი გამოიღებს შედეგს. თავიდან. თუ მანამდე 12 წლის განმავლობაში არაფერი არ გამოიღო, შედეგი არ მოიტანა, ამან შემდგომი 12 წელი რატო იქნება წარმატებული რუსეთთან ურთიერთობაში. საბაჭრო ურთიერთობები აღვადგინეთ, შეგვაქვს რაღაც პროდუქტი, შემოდის ყველაზე მსხვილი საბაჭრო პარტნიორი ან ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტი, იმპორტი და გავიგეთ. საქმე ის არის, რომ ალიევს თუ არ მიუბრუნდი ახლა, საქმე ის არის, რომ რუსეთს საიდანაც არ უნდა მოუარო და რამდენადაც მამებლური არ უნდა იყო მასთან, რუსეთი თუ თავადი მიშკინი რაც იყო ისეთი არ ახარ, როგორც თავადი მიშკინი კეთილშობილი კაცი იყო, საკუთარ თავს უწოდებდა. ანუ მოკლედ იდიოტი თუ არ ახარ, რუსეთი შენ არაფერს არასოდეს არ დაგითმობს. შენ რომ მასთან გახდე იმგვარი, როგორიც არის ბელარუსი ახლა მასთან, ანუ მასთან კონდეს ინტიმური ურთიერთობები. პირდაპირ მნიშვნელობით ინტიმური ურთიერთობები. რუსეთი შენ არაფერს დაგითმობს. იმ შემთხვევაში ვცდები ჩავთვალოთ, რომ შევცდი. ჩავთვალოთ, რომ ჩემი ანალიზი, ჩემი და ჩემზე ბევრად ჭკვიანების ანალიზი არის არასწორი. ჩავთვალოთ, რომ მამუკა მდინარაძის თავსაშინა არის იმდენი ტვინი და შორს მჭვრეტელობა და გონი, რომ არათუ სხვებს არამედ მეც არფსოდ არათუ მე არამედ სხვებსაც კი ჯაბლის თავისი ტვინის ხვეულებით მდინარაძე თუ კობახიძე. ჩავთვალოთ, რომ ასეა. თელიერი
10 წლეულების განმავლობაში ხომ ვერ გამომდინარაძევდება. ანუ კლონი ხო ვერ გაკეთდება მდინარაძის 2026, 27, 28, 29, 30, 47, 48, 59, 64, 65. 2078 წელს ხომ გაჩნდება პირი, რომელიც მამუკა მდინარაძე დღეს როა მამუკა მდინარაძე ან კობახიძე ამიშულება კონკრეტულ მამუკაზე კი ვლაბა რა ყოფილა მამუკა მდინარაძიზმი ვისაც ჭირს ანუ ბიზინიზმი ვისაც ჭირს 2078 წელს მე როცა ცხალი არ ვიქნები ან ვიქნები 105 წლის ხმად მოხუცებული ხო გამოჩნდება პირი რომელიც იტყვის რომ მამუკა მდინარაძე ამ ხნის განმავლობაში ცდებოდაო და მოდი ეხა სხვა პოლიტიკას გავატარებო ოღონდ რუსეთთან დალაგებულია ჩავთვალოთ თავისუფლების მოყარე სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკის თავისუფლება, აზროვნების თავისუფლება, კმედების თავისუფლება. და მოვიდა ის პირი, აღარ თქვა, რომ მდინარაძეა ტაბლიაშვილი, ამის სხვაგვარი მოვიფიქროთ, ქიბროწაშვილი გვარად და ქიბროწაშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მამუკა ცოცხალია, მე და ბიძინა ღრმად მოხუცებულები ვართ. რუსეთი ხო ეგრევე წაგვართმევს. იმ გალის რაიონში გალის რაიონს თუ აფხაზური გალის რაიონს თუ ქართული ენის სწავლების შესაძლებლობა უფლებას გალის რაიონის ქართულ სკოლებში. ანუ აღარ უნდა არსებობდნენ ქიბროწაშვილები 2078 წელს ვინც დაიბადება თუ ვინც პოლიტიკაში მოვა, ყველა უნდა ერთიანად გამომდინარაძევდეთ და ესე ნისკი პაკლონები უნდა უკეთოთ რუსეთს როგორც სახელმწიფო როგორც ქვეყანას ვერ ვერ დავადანაშაულოთ, ვერ უნდა დავადანაშაულოთ ის ქართული სახელმწიფოს მოსპობის მცდელობაში და მოსპობაში გარკვეულწილად მაინც 918-21 წლებში 21 წელსაც გაგვიკეთა არ უნდა ვისაუბროთ. სისხლში როგორ ჩაახშო ჩვენი აჯანყებები არ უნდა ვთქვათ. საერთოდ რა გევიქნა ამ 3 საუკუნის განმავლობაში ამაზე არაფერი არ უნდა ითქვას. ყველა ერთიანად უნდა დავკიდოთ ერეკლე მეორეს პორტრეტი ჩვენსავე სახლებში ტელეფონებში ერეკლე მეორე უნდა დავიყენოთ თუ ბიზინა ივანიშვილი. თუმცა რასაკვირველია რუსეთი ამ დუმილის პოლიტიკით, ამ მაამებლური პოლიტიკითაც კი არ იქნება კმაყოფილი. პირიქით. რაც უფრო მაამებლური იქნება მის მიმართ, მით უფრო სასტიკი და დაუნდობელი იქნება ის. დრო სუსტს და ჩაჩანაკებულს კეთროვანს არა. სუსტს და ჩაჩანაკებულს კუთხეში მიმწყდეულს ავადმყოფს რასაკვირველია სჭამენ დიდი ნადირები და რუსეთი დიდი ნადირია გავეშებული მხეცია ეს რომ ვიცოდეთ მაინც და მე კიდე აქბირდით რომ აგე პისტორიუსით დავიწყე და პისტორიუსის განცხადება მე ვილაპარაკე უკრაინის დახმარებაზე და აი შემომივარდა აზრი და გაგიზიარეთ მამუკა მდინარაძეზე და სიმხდალეზე ამ რუსული ხელისუფლებისა. უკრაინა იმიტომ არ მარცხდება, რომ ის იბრძვის. მამუკა მდინარაძე იმიტომ არის დამარცხებული, რომ ის არის პირველ ყოვლისა საკურვილი არის FSB-ს აკაურის ფილიალის ოფიცერი, მაგრამ რომც არ იყოს მამუკა მდინარაძე მარცხდება ისტორიულად, იმიტომ ისტორიულადაც და პირველ ყოვლისა ისტორიულად და მე ტაქტიკულადაც აქ ამ ჩვენ დროებაში, იმიტომ რომ ის თავჩაკინდრული და ჩაჩანაკებული მოქალაქეა, რომელსაც ცხების გამომდინარაძეება უნდა და ჩაჩანაკება უნდა. ბოდიში, არ მინდა ამის ჩვენება. კარგით, ნახვამდის.